საღამოშვიდობის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ გადაცემას ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ. დღევანდელი გადაცემის თემა ევროინტეგრაცია და ახალგაზრდობა საქართველოში. რას ნიშნავს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, კონკრეტული პროგრამების მონაწილეთათვის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია. ხშირად ეძლევათ თუ არა საქართველოდან ახალგაზრდებს ევროპაში თავის წარმოჩენის საშუალება ფორუმებში, კონფერენციებსა თუ სხვა ღონისძიებებზე. რა შეკითხვები უჩნდებათ საქართველოში ახალგაზრდობას ევროკავშირის შესახებ? ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა, ჩართულობა ევროინტეგრაციის პროცესში და ევროპასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დღევანდელ გადაცემაში. დღეს გადაცემა ევროპული არჩევანის სტუმრები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები არიან. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამოშვიდობისა მოგესალმებით ყველას. დღეს როგორც ანონსიდანაც შეიტყვეთ, ევროინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, მოდით ასე ვიტყვი ზოგადად. ირაკლი მეგრელიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი, თეონა ლავრელაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარე, ქეთი ჩაჩავა, ახალი თაობა, ახალი ინიციატივა, ლაშა აივაზაშვილი, ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების გენერალური მდივანი, დიმიტრი გეგენევა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, თორნიკე მეტრეველი, ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია, ალექსი მეტრეველი, ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის, გიორგი ჩაკვეტაძე, ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი. ყველას გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი ირაკლი, თქვენგან დავიწყოთ. რა ცოდნა არსებობს დღეს ევროპის შესახებ, ევროკავშირის შესახებ, ევროინტეგრაციის შესახებ ახალგაზრდებში? და ეს შეკითხვა იქნება პრინციპში ყველასთან და მოდი აქედან ამ თანმიმდევრობით დავიწყოთ. ფიქრობ, ცოდნა და ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი არის საქართველოს ახალგაზრდებში. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულებაც და პრიორიტეტიც არის სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, სწორედ ევროპის მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით. ჩვენ სამი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი არის ის, რომ თვითონ სამინისტრო არის წარმოდგენილი ევროსაბჭოს ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვართ ჩვენ, სადაც მონაწილეობას ვღებულობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც კი ეხებათ ევროპაში ახალგაზრდებს. ამავე დროს ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალიან აქტიური აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. არსებობს ფონდები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ახალგაზრდებს უქმნით ახალ შესაძლებლობებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დღეს აქვთ უკვე იმის შესაძლებლობები, რომ მიიღონ ისეთი გრანტები, რომელიც მათ აქამდე არ ჰქონიათ. ჩვენ დაახლოებით 40-მდე ქვეყანასთან დავამყარებთ პარტნიორული ურთიერთობები და მესამე მიმართულება არის ის, რომ ჩვენ ხელს უწყობთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაამყარონ მჭიდრო კავშირები მათ პარტნიორ ევროპულ ორგანიზაციებთან და ეს გულისხმობს როგორც საქართველოში ევროპული სამიტების ჩატარებას, ასევე ამ ახალგაზრდების შესაძლებლობების მიცემას იმისთვის, რომ მათ ისინი გავიდნენ ევროპაზე და დაიმკვიდრონ იქ თავიანთი. გასაგებია, კონკრეტიკაზე ოდნავ მოგვიანებით გადავალ. თეონა, აი თქვენ ხართ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარე. ევროინტეგრაციის პროცესი რა როლს თამაშობს თქვენი მუშაობის პერიოდში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბატონო ვახო, და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ახალგაზრდების აზრი და მისი გაცნობა საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ეს ფორმატი არის ძალიან საინტერესო. რაც შეეხება ახალგაზრდულ პარლამენტს, მე მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაცია და თავად პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა რეგიონში საპარლამენტო სხდომების ჩატარებას, რაც გულისხმობს 2500-მდე აქტიური ახალგაზრდების ჩართულობას საპარლამენტო პროცესებში. ჩვენ გვაქვს სპეციალური კომიტეტები, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის თემატიკაზე, მუშაობს იგივე ნატოსთან ურთიერთობაზე, მუშაობს დასავლურ სტრუქტურათა ინტეგრაციის თემატიკაზე ზოგადად და მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ რეგიონებში, რომელიც დამეთანხმებით რომ გამოირჩევა უფრო კონსერვატული, თქვათ, რაღაც იდეოლოგიებით, უფრო ჩაკეტილია საზოგადოება და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ რეგიონებში მოხდეს განვითარება, იმიტომ რომ დამეთანხმებით თქვენ, რომ აი კონკრეტულად რას აკეთებს ეს კომიტეტი, რომელიც ახალგაზრდულ პარლამენტში გადის? ჩვენ სახავთ კონკრეტულ პრობლემატიკას, თუ რა ურთიერთობები არსებობს დღეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის, თქვათ, იგივე ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ-კულტურული განზომილებებით და ხდება ახალგაზრდების მიერ ამ თემატიკის ფართო ჭრილში განხილვა. და აქვე დავამატებ, რომ ესე იგი მთავარი ამოცანა ჩვენი არის ის, რომ რეგიონული განვითარების კვალ და კვალ მოხდეს ახალგაზრდების მენტალური განვითარება, რაც ხშირად საუბრობს ხოლმე საქართველოს პრეზიდენტი, რადგანაც რაც არ უნდა წევრი იყოს შენ ევროკავშირის ან ნატოსი, შენი ერი, შენი საზოგადოება უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მან შეძლოს დასავლური ევროპული სტანდარტებით რეალურად ცხოვრება და ამ პროცესების იმპლემენტაცია. და ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ ახალგაზრდა პარლამენტარები აქტიურად არიან ჩართული ევროინტეგრაციის პროცესში. გასაგები, აი ლაშა, აი
ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობას? რა ბარიერები და პრობლემები ექნება? თუ შეგიძლიათ ამაზე რო ისაუბროთ. კეთილი, სანამ უპირველესად თქვენ შეკითხვას უპასუხებ, მე მინდა აღდგომის წვრილად სასწავლო მიულოცო სრულად საქართველოს და უსურო ბედნიერება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება ბარიერებს, ბარიერები უპირველესად არის ის, რომ თუ კი ქვეყანა გადაწყვეტს გახდეს ევროკავშირის წევრი და უნდა ეს სურვილი დეკლარირებული აქვს, ასევე აუცილებელია, რომ მან სწორედ თავის ქვეყანაში განახორციელოს ის პრინციპები, ძირითადი ფასეულობები თუ ღირებულებები, რაც ევროკავშირშია. ამდენად ეს ინტერესთა ვთქვათ კონფლიქტი, მოდით ასე დავარქვათ, რადგან ევროპული ვთქვათ ცივილიზაცია, ფასეულობები, დემოკრატია, ასე შემდეგ, ჯერ ბოლომდე საქართველოს შემოსული არ არის და ფეხი მოკიდებული ბოლომდე არ აქვს. ცხადია, გამომდინარე აქედან პრობლემები ექნება ახალგაზრდობას, იმიტომ რომ მათი და ტიპიური ევროპული ახალგაზრდის ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეს დაწყებული ვთქვათ მათი უფლებებით, მათი განათლების დონით, მათი ვთქვათ ჩართულობის ხარისხით, მათი აქტიურობის ხარისხით, სახელმწიფოს მათდამი დამოკიდებულების ხარისხით და ასე შემდეგ. ამდენად ეს ყველა პრობლემა ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ რაც ახსენეთ, ხო? აი რა პრობლემებია ჩართულობასთან დაკავშირებით, ხო? ყველა ახალგაზრდას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩართული იყოს რაღაც აი ამ პროცესში, ამა თუ იმ პროგრამით და ასე შემდეგ. კი ბატონო, ნუ დაახლოებით ამისი თქვა მინდოდა მეც, რომ საქართველოში დღეს ისევ არსებობს პრობლემა ყველა ახალგაზრდის პროცესებში ჩართულობის. ცხადია, ეხლა ჩვენ თითოეულ ახალგაზრდას ხელს ვერ მოვკიდებთ და ვერ წამოვიყვანთ რაიმე კონკრეტული საქმის გასაკეთებლად. უპირველესად აქ მნიშვნელოვანი არის მათი ინტერესი და სურვილი, მაგრამ ძირითადი და ვთქვათ ყველაზე გამსამზღვრელი მომენტი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს დამოკიდებულება, სახელმწიფოს როლი და მისი ფუნქცია ახალგაზრდების ჩართულობის თემატიკაში და ვთქვათ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ახალგაზრდობას ეხება, უნდა იყოს რაც შეიძლება ღია, ყველასათვის გამჭვირვალე და ყველას კონდეს ჩართულობის საშუალება და ვთქვათ ამ შემთხვევაში თუნდაც სამინისტრო რომელიც არსებობს და საქართველოში უნდა იყოს გარანტი სწორედ იმისა, რომ თითოეული ახალგაზრდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. შეიძლება რომელიმე ადამიანი ის რომელიც ძალიან ნიჭიერიც არის, ძალიან თქვათ განათლებულიც არის, სრულიადაც მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობა, მაგრამ მისი ნიჭის რეალიზების გარანტი სწორედ სახელმწიფო უნდა გახდეს ჩემი აზრით და ეს პრობლემა, რაც ევროკავშირში თავიდან ბოლომდე მოხსნილი არის, საქართველოშიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე უნდა გადაწყდეს. კეთი, მე მინდა განათლების შესახებ გითხოთ თქვენ, ეს არის სფერო, რომელიც ალბათ ახალგაზრდას ყველაზე მეტად უბიძგებს ევროპისკენ, ხო? ამ შემთხვევაში რამდენად აქტიურები არიან თავად ახალგაზრდები, რომ აი განათლება მიიღონ ევროპაში და რას აკეთებენ თვითონ ამისთვის? მეც ასევე სახელმწიფო რამდენად ეხმარება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და კითხვისათვის. მართლაც ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზაციის და პირადად ჩემთვის ძალიან აქტუალური კითხვა და განათლება ალბათ ყველა ახალგაზრდასთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ რომ სწორედ განათლება არის ასე ვთქვათ იმის საფუძველი, რომ როგორი მომავალი ექნება მათ მომავალში. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის პროცესი და რეფორმა, რომელსაც ეგრეთ წოდებული ბოლონის პროცესი ქვია და ასევე ის ყველა მიმდინარე პროცესი, რაც განათლებას უკავშირდება. ეს ნამდვილად ძალიან ფართო სფეროა, ვინაიდან არ შეიძლება მისი ფიქრად მარტო ამოწყვეტილ მდგომარეობაში განხილვა. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობა, რომელიც ალბათ ყველაზე პრობლემატურია და ალბათ სტუდენტები ეხლა ტელეეკრანებთან ნამდვილად დამერწმუნებიან ამაში. გადასახადის საკითხი არის მართლა ძალიან აქტუალური და ხელმისაწვდომობა, ვინაიდან თუნდაც ის რაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს ან სტუდენტებს კონკრეტული გრანტები, რომლებიც მხოლოდ სასწავლო თანხებს ხარჯავს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყოს სტუდენტი. თუნდაც აქედან დავიწყოთ, სტუდენტი როცა ხარ გაქვს უამრავი სხვა ხარჯი დაწყებული, ეს არის ტრანსპორტი, კვება, წიგნები და ასე შემდეგ. ანუ იმის გარდა, რომ თქვათ გჭირდება დახმარება მხოლოდ სწავლისათვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა და სწორედ ევროკავშირის და ბოლონის პროცესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ანუ რაც უზრუნველყოფს იმას, რომ კვალიფიკაციები, რომელსაც სტუდენტი მიიღებს დასრულების შემდეგ, მას ხელს შეუწყობს დასაქმებაში და მას გარანტიას მისცემს. თქვენ ეს ამბობთ რა უნდა იყოს და რა გვაქვს ახლა ამაზე ვილაპარაკეთ. დღესდღეობით ანუ რეფორმა მიმდინარეობს, ნამდვილად ანუ განათლების რეფორმა ბოლონის პროცესის კუთხით, თუმცა მე ნამდვილად ვთვლი, რომ მობილობა არის ის პრიორიტეტი, რომელიც ბევრად უფრო წინ უნდა იყოს წამოწეული, ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს. იყო რამდენიმე კარგი ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან, ანუ შეიქმნა რაღაც ფონდები, რომლებიც ხელს უწყობდნენ სტუდენტების გამგზავრებას მობილობის კუთხით საზღვარგარეთ. აქვე მინდა დავძინო, რომ მობილობა არ მოიცავს, ასე ვთქვათ, გონების გადინებას. ეს მოიცავს სასწავლებლად წასვლა საზღვარგარეთ, იქ მიღებულ ცოდნას და უკან დაბრუნებას. ეს უბრუნდება ქვეყანას, ეს არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, თანხის ჩადება სტუდენტში, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა
დაინტერესების კუთხით სახელმწიფოს და ასევე სხვა ორგანიზაციების, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის განვითარებაზე, ვინაიდან სწორედ დასავლური განათლება, სწორედ დასავლური კვალიფიკაციები ჭირდება დღეს საზოგადოებას, იმისათვის რომ წინ წავიდეს და გასაგებია, მე რაც შეკითხვა დავსვი, აი ჩართულობა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ალბათ გაუჩნდებათ ახალგაზრდებს, რომლებიც გვიყურებენ, აი როგორ უნდა ჩავერთო აი ამ ევროინტეგრაციის პროცესში, ხო? მოდი თქვენგან დავიწყოთ და შემდეგ თანმიმდევრობით მოვყვეთ. რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა, ახალგაზრდამ, რომელიც თქვათ არ არის სტუდენტი, იმისთვის რომ ჩართული იყოს რაღაც პროგრამებში. ეს მხოლოდ მის აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუ კიდევ სხვა რაღაცეები სჭირდება? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტები და ახალგაზრდები აქვთ ამ ეტაპზე უნიკალური საშუალება, რომელიც არის ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამა, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ფოკუსირდება. და არაფორმალური განათლების გზით შეუძლიათ ნებისმიერ ქართველს, არ აქვს მნიშვნელობა რა ასე ვთქვათ ბექგრაუნდი გააჩნია მას, მიიღოს ამ თუ იმ პროექტში მონაწილეობა. და ამისთვის არის ცალკე გამოყოფილი თანხა და ჩვენ დასაბედნიეროდ 2012 წლიდან შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული ფანჯარა და გაოთხმაგდა თანხა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე რომელშიც მოიაზრება საქართველო, რათა დაფინანსდეს ახალგაზრდების მიერ წამოსული ყველა სახის ინიციატივა და გაიჭრას გზა ევროპაში. მაგრამ რჩება ორი საკითხი, რომელიც კვლავ აქტუალური არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ეს არის ვიზა. და ეს არის ზოგადად თემა მოხალისეობა, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული, იგივე შრომის კოდექსში მოხალისე არ არსებობს ესეთი დეფინიცია და ეს ორი თემა, ამაზე მუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციები, წამოვწიოთ ეს საკითხი და იგივე მოხალისეები, ვინც არიან ხომ განთავისუფლდნენ გადასახადებისგან და ზოგადად პოპულარიზაცია გაუწევთ. ხო ახალგაზრდებთან. მათი სურვილები რა არის, შეგიძლიათ გითხრათ, აი, როდესაც თქვენს ორგანიზაციას ქვია ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის, ხო? როდესაც მოდიან, ბუნებრივია, ერთ-ერთი სასაუბრო თემა არის ევროპა ალბათ თქვენთან, ხო? უმთავრესი. რასთან ასოცირდება მათთვის ევროპა, ეს რო გითხრათ და რა ცოდნით მოდიან საერთოდ? გეტყვით, ყველანი ამ ქვეყანაში დავადებული გაზრდილი ხალხი ვართ და რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმის შემდეგ ევროპა და ევროპული ღირებულებები შემოვიდა ჩვენთან და პირველი სურვილი რაც არის ის, რომ რაღაცნაირად გააღწიონ ამ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ქვია. მაგრამ პოლიტიკა იცვლება, მათი შეხედულებებიც იცვლება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვინც წავიდა ამ პროგრამების საშუალებით, ჩამოვიდა საქართველოში, ასე თუ ისე თავის თავი იპოვა ევროპაში. დაბრუნდა და ეს თავის მიმართულება განავითარა. ძალიან ბევრი თვისება თუ მოწოდება დამალული არის, რომელიც რო გადიან ქვეყნის გარეთ, ასე ვთქვათ, მეორე სუნთქვა ეხსნებათ და უკვე როცა უკან ბრუნდებიან, გარკვეულწილად იციან თუ რა მიმართულებით უნდა განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები. და კითხვას რომ დაუბრუნდე პირველი სურვილი რაც არის რომ გავიდნენ ნახონ ქვეყანა, ევროკავშირი, მის ღირებულებები, ცხოვრების წესი, ახალგაზრდების ზოგადად ჩართულობა და მეორე ის რომ რაღაც ისწავლონ და კარგი, მესმის ამ ჩართულობასთან დაკავშირებით გამოთქვით თქვენი აზრი და შემდეგ სხვა საკითხებს. თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში შევუერთები ალბომის წვიმად დღესასწაულის მილოცვას და მადლობას გადაგეთით მოწვევისთვის და ამავდროულად მადლობა იმისთვის, რომ ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში წამოწიეთ ახალგაზრდული პოლიტიკის თემა, ვინაიდან ნებისმიერმა ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების გარეშე შეუძლებელია, რომ შენ სრულად დაუახლოვდეთ ცივილიზებულ სამყაროს და ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკას. ვინაიდან თავად ახალგაზრდობა ნებისმიერ ქვეყანაში წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან სეგმენტს, რომელიც არის თავისთავად ძალიან დიდი შრომის პროდუქტის მქონე, ამავდროულად არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საარჩევნო ელექტორატი და ამავდროულად ეს არის ის ძალა, რომელსაც აქვს ის ახალი ენერგია, რომლითაც იქნება ახალი იდეები ქვეყანაში და რომელიც არის მომავალზე ორიენტირებული პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩართულობის საკითხი, ანუ ახალგაზრდობა თუ როგორ უნდა იყოს ჩართული, ასე ვთქვათ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში თუ ასევე ახალგაზრდულ პოლიტიკაში, აქ ცალკე ვერ გამოვყოფთ მხოლოდ ახალგაზრდობის როლს. აქ უნდა იყოს ორი როლი, ერთი ეს არის ხელისუფლების როლი და
მეორე არის ახალგაზრდობის როლი. ანუ სახელმწიფოსა და ახალგაზრდობას შორის უნდა ხდებოდეს ბუნებრივი ურთიერთობა. თუ რა მდგომარეობა არის ამ ხრივ დღესდღეობით, მე თქვა ვერ ვიტყოდი რომ მდგომარეობა არის ახარბიელო, ვინაიდან 2011 წლის კვლევებით, რომელიც ჩაატარა ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს, ახალგაზრდების მხოლოდ 21% არის ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე ახალგაზრდულ პროგრამებთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც უკვე 1 წლის შექმნილია ცოტა უფრო მეტის სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამინისტრო და ბუნებრივია მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდულ სახელმწიფო კონცეფციაზე, თუმცა როგორც ჩანს, ამაზე საკმაოდ ნაკლები ინფორმაცია აქვს ახალგაზრდობას და მათი ჩართულობაზე საუბარიც ფერფლობ ზედმეტი არის. ამავდროულად, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ძალიან ცოტა ჩართულობაზე ვსაუბრობთ მხოლოდ დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში, მაგრამ ტენდენცია სწორედ ასეთია. ძალიან კარგია, როდესაც თეონამ თქვა, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი თქვა საქართველოს რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში, თუმცა ამავდროულად არსებობს პრობლემები, მაგალითად ის, რომ ასევე რეგიონებში გამოკითხვებით, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ, პრობლემები დაახლოებით ასეთი ხასიათისაა, რომ თითოეულ რეგიონის დათვლებით დაახლოებით 72% ახალგაზრდობისა არის უმუშევარი. ამავდროულად მაგალითისთვის 27% ახალგაზრდობისა ვერ იყიდულობს სწავლებს მაშინ, როდესაც ჭირდება. ანუ ამ საყოფაცხოვრებო პირობების ძალიან ძიმე პირობების ფონზე ძალიან რთულია რომ ახალგაზრდა შენ დააინტერესო უკვე იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხებით, როგორიც უკვე არის ევროკავშირთან. აი გარკვეულწილად თქვენი სამინისტროს მისამართით იყო გამოთქმული პრეტენზიები, რომ აი ინფორმირება ახალგაზრდების არის ძალიან დაბალ დონეზე. ხო არ გსურს უპასუხო ამას და შემდეგ სხვებს? მე ვერ ვიტყოდი რომ თუნდაც იგივე შედეგი რაც იყო 2011 წელს, იგივე იქნება 2012 წელს, იმიტომ რომ 2010 წლის ბოლოს შეიქმნა ჩვენი სამინისტრო, მაშინ როდესაც ბიუჯეტი მას ფაქტიურად არ ქონია 2010 წელს, ხოლო 2011 წელს ჩვენ დავიწყეთ განხორციელება იმ პროგრამების, რომელსაც ფაქტიურად დღეს აი ეს ახალგაზრდები იმკიან, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი ბევრი ახალგაზრდაც არის ჩვენი პროგრამების მონაწილეები, თუნდაც ის 200 სტუდენტი, რომელზედაც აქ საუბრობს, თუნდაც ისეთი პროგრამები, რომლებიც ჩვენ რეგიონებში გვაქვს მიმართული, ყველა ჩვენი პროგრამა მიმართული არის სწორედ დეცენტრალიზაციისკენ და იმისკენ, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასე რომ მე დარწმუნებული 2012 წლისთვის აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი იქნება და გარდა ამისა ჩვენ მუშაობთ არა მხოლოდ კონკრეტულ პროგრამებზე, რომელიც მოკლევადიან შედეგებს მოგცემს, არამედ ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ გრძელვადიანი შედეგები მივიღოთ. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ჩვენი კოლეგების დახმარებით და ექსპერტების დახმარებით ევროპიდან აბსოლუტურად დაყრდნობილი ვართ ჩვენ ყველა იმ არსებულ კვლევას, რომელიც საქართველოში იყო და ის გამოწვევები, რაც საქართველოში არსებობს და ახალგაზრდებს გააჩნიათ, ეს რა თქმა უნდა ჩვენ აბსოლუტურად გათვალისწინებული გვაქვს და ესე ვთქვათ ამაზე რეაგირებას რა თქმა უნდა ყველაფერზე ვახდენთ. მესმის, დიმიტრი, აქ საუბარია იმაზე, რომ არ არის ინფორმირება, ხო? აი ერთ-ერთმა მონაწილემ ეს გამო თქვენ რა სიტყვით, რამდენად იციან ახალგაზრდებმა რა შესაძლებლობებს აძლევს თუნდაც ევროკავშირიდან წამოსული პროგრამები მათ? პირველ რიგში ახალგაზრდა მადლობა მოწვევისთვის და მართლაც საინტერესო თემებია. უბრალოდ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდობაზე, აქ კიდევ უფრო უნდა მოახდინოთ შიდა დიფერენციაცია, იმიტომ რომ ახალგაზრდობა მართალია არის საზოგადოების გარკვეული სეგმენტი, თუმცა ახალგაზრდობაშიც არიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, პროფესიული ჯგუფები და ასე შემდეგ. მე პირადად წარმოვადგენ ევროპის სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს, რომელიც უფრო მეტად ცნობილია მისი აკრონიმით ELSA, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ორგანიზაცია და იურისტების კუთხით თუ კი განვიხილავთ, მე შემიძლია ამაყად თქვა, რომ იურისტები და ზოგადად ახალგაზრდა სტუდენტი იურისტები ძალზედ ინფორმირებულები არიან ყველა მიმართულებით. ეს არ ეხება მხოლოდ ახალგაზრდულ პროგრამებს, ზოგადად აქტიურად მონაწილეობენ როგორც საზოგადოებრივ, ისე სახელმწიფო და ზოგადად ევროპულ ცხოვრებაშიც. იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ზრუნავთ, ვთქვათ, რომ ევროპაში გავიდეს ქართველი სტუდენტები, არამედ ზრუნავთ იმაზეც, რომ ევროპელმა სტუდენტებმა ახალგაზრდა იურისტებმა დაინახონ თუ რა პოტენციალია საქართველოში. მოდი დავაკონკრეტოთ, როგორ ზრუნავთ იმაზე, რომ ევროპაში წავიდნენ ახალგაზრდები. როგორც მოგეხსენებათ, ELSA არის ევროპის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, მასში გაერთიანებულია ევროპის 53 სახელმწიფო, ზოგი სრული წევრი, ზოგია ასოციებული. ჩვენ სიამაყით მინდა ვთქვა, რომ 2009 წლიდან ვართ სრული წევრები და ერთ-ერთი აქტიური წევრები და მთელი ევროპის მასშტაბით იმართება დაახლოებით წელიწადში 50-ან 70 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, კონფერენცია, რომელზეც ELSA-ს წევრებს კონკრეტულად მათ შორის
ელსა საქართველოს წევრებს, იმიტომ რომ ისინი ერთიან დიდი ქსელის ნაწილი არიან, ძალიან დიდი ფასდაკლებებით შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ამ კონფერენციებში, საზაფხულო სკოლებში, გაცვლით პროგრამებში, მათ შორის შეუძლია არსებობს ასეთი პროგრამა სტეპი, რომელიც გულისხმობს სტუდენტთა გაცვლით სამუშაო პროგრამას, მაგრამ ეს არის ელსას ბრენდი 84 წლიდან და გულისხმობს რომ სტუდენტები არა მხოლოდ გადიან ევროპაში უბრალოდ სტაჟირებაზე, არამედ ანაზღაურებას იღებენ. მაგალითად, ელსა საქართველოს 2 წევრი ახლა სტაჟირებაზე იმყოფება ანაზღაურებაზე, ერთი ბრიუსელში, CMS-ის ყველაზე დიდი იურიდიული და სააუდიტორო კომპანია ევროპის მის წარმომადგენლობაში და დიდი ალბათობით უკვე აძლევენ სამუშაო დატოვების გარანტიას და მეორე ზუსტად დაახლოებით 3 კვირის წინ გაიმარჯვა და ბულგარეთში, სოფიაში იურიდიულ კომპანიაში მიიღეს. ეს ყველაფერი ძალიან კარგი. აი, სუსტ მხარეებს რაში ხედავთ? არა თქვენი მიმართულებით, არამედ თქვენ დიფერენცირება გააკეთებთ, ხო? რა არის გამოწვევები ამ მხრივ? პირველ რიგში, ჩემი აზრით, აქ უნდა იყოს ორმხრივად მუშაობის გააქტიურება საჭირო. მე თვითონ ვღებულობდი მონაწილეობა ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის კონცეფციის შემუშავების პარალელში და მან საინტერესო თემები წამოიჭრა. აქ მეორე საკითხია ის არა მხოლოდ თქვათ ერთი მხრივ ინფორმირება, არამედ საზოგადოების მხრიდან მზაობა ამის შესახებ. ანუ თვითონ ახალგაზრდებიც უნდა დაინტერესდნენ გარკვეულწილად და ეს უნდა დაიწყოს ძალიან მცირე ასაკიდან, თუნდაც მათი დაინტერესება. ეს არა მხოლოდ ევროკავშირისა, თუნდაც აქ იყო საუბარი ადამიანის უფლებებზე, განათლებაზე და ასე შემდგომ. იმიტომ რომ ინფორმირებულობა არის ის მთავარი იარაღი, რაც აქ გააჩნია ახალგაზრდას. შესაბამისად, უნდა არსებობდეს ძალიან დიდი ინფორმაცია, როგორც ინტერნეტით, ისე თუნდაც ტელევიზიის კუთხით და სხვა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ სამთავრობო, არასამთავრობო სტრუქტურებიც უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ რაც შეიძლება გაფართოვდეს რადიუსი. არა მხოლოდ თქვა დიდი ქალაქების მაცხოვრებელმა სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, არამედ თუნდაც ვინც არ არის სტუდენტი, ახალგაზრდა იყოს ინფორმირებული. უნდა შეიქმნას, თქვათ, შეიძლება შეიქმნას გარკვეული სპეციალური პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც პოტენციური სტუდენტები არიან, პოტენციური, ასე ვთქვათ, დასაქმებულები. შესაბამისად, ამგვარი ინფორმირებულობა უნდა იყოს ორმხრივად უზრუნველყოფილი, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბევრი საინტერესო რაც გაჟღერდა, პრინციპში, ოდნავ ცოტა ეშმაკის ადვოკატის პოზიციიდან თუ შევხედავთ, მე მგონი თლად კარგად არ არის ამ თვალსაზრისით საქმე, რომ ინფორმაციის არა მხოლოდ ინფორმირებულობის თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებაში, ანუ გასაგებია რომ ყველა ვცდილობთ აქ ვინცოთ, ჩემი ორგანიზაცია მათ შორის და კარგია რომ სახელმწიფოც, თუმცა მე მიმაჩნია რომ არ არის ვალდებულება სახელმწიფოს მაინც ახალგაზრდულ პოლიტიკაში ძალიან ჩართული იყოს, ახალგაზრდებმა თავის თავს თვითონ უნდა მიხედონ ნაწილობრივ. ეს არ არის თემა, არის საუბარი რაზე, ანუ NDI-ის ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევა ანახარო, სადაც 74% საქართველოს მოსახლეობის ემხრობა, 74%-ამდე იყო თუ არ ვცდები, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. თუმცა მნიშვნელობით ევროკავშირში ინტეგრაცია იყო მე-12 პრიორიტეტი საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც ჩემი აზრით მაინც იმედის მომცემი არ არის, იმიტომ რომ გასაგებია რომ სოციალურ ხარ ასაკურველია იქ უმუშევრობა და ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ეს. გასაგებია, მაგიტოც ვამბობდი ამ მეორე ნაწილში რომ არ არის თავარი, ასე ვთქვათ, პირველი პრიორიტეტი სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებში, რა თქმა უნდა, არის ეს პირველი 5-6 პრიორიტეტი, მაგრამ ის რომ სადღაც 3% იყო და 2% იყო რეიტინგი ამ კვლევებით, მე მაინც არ მეშინეთ დამაიმედებლად და ჩვენ აი აქ ყველა მყოფ საშკავად ბევრი სამუშაო გვაქვს ამ თვალსაზრისით და არის ცოდნის პრობლემა. იმ ორგანიზაციას, სადაც მე წარმოადგენ არის, ანუ ნატოს შესახებ ცოდნაზე გვაქვს საუბარი ახალგაზრდებში და შემიძლია განვაზოგადოთ და ევროპაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა პრობლემა მანდ არის ინფორმაციის თვალსაზრისით, იმ მხრივ რომ ღირებულებების შესახებ არა აქვს სწორი წარმოდგენა, როგორც ნატოზე მე ეჭვება ევროკავშირზეც მსგავსი იყოს რაღაც ეს. აი ამ ინფორმაციაზე თქვენ თქვით, რომ კი ეს არის ნამდვილად პრობლემა, მაგრამ გულისხმობდით კიდევ სხვა პრობლემებს და მოდით ესეც გითხარით. რა პრობლემას გულისხმობთ? მარტო ინფორმაციაა პრობლემა, კიდევ რა აწუხებთ ახალგაზრდებს? ინფორმაცია ერთ გასაგებია, რომ თქვათ, ცოდნა არ არის შეიძლება. მაგრამ აქ ამოიწურება მთელი ეს პრობლემა, თუ კიდე შეგვიძლია განვაზოგოთ. მე ვფიქრობ, რომ ერთი პრობლემა აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ინსტრუმენტალური მიდგომა აქვს ახალგაზრდებს, აი ესეთი ორგანიზაციების მიმართ, როგორებიც ვართ ჩვენ პირადად ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოადგენ. რას ნიშნავს ინსტრუმენტალური მიდგომა, ხო? ნიშნავს, რომ ხალხი, ახალგაზრდების რაღაც ნაწილი უყურებს ამ ორგანიზაციებს როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ როგორც აქ ახსენეს, რომ რაღაც პერიოდით წავიდნენ და შემდეგ ეს მათ ქცივის გაამდიდრებს და აქედან საბოლოოდ ემიგრაციისთვის რაღაცას დაეხმარება. რაც მე მიმაჩნია, რომ ფუნდამენტურად არასწორია, იმიტომ რომ ჩვენ მეტი მოვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოხდება ამ ხალხის გამოყენება, ანუ ორგანიზაციაში ჩვენგან რომ იღებენ სარგებელს იმის თქვათ, რომ წავლენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამით, შემდეგ დაბრუნდნენ და ჩაერთონ.
ეს არის მხოლოდ ჩვენი საქმე, ჩვენი ერთი არა კონკრეტული, კი ბატონო, თქვით და შემდეგ შეკითხვას დაგისვენებთ. თქვით, მოდი თქვენგან დავიწყოთ. მე ალბათ ცოტა ვფიქრობ, რომ ჩართულობასთან მიმართებით ვერცადაც სხვა მიმართულებითაც წავედ, ანუ ძალიან ფართო იყო, მაგრამ ძალიან საინტერესოა დისკუსია და ძალიან მიხარია, რომ ვისმენ ახალგაზრდებისგან და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ამიდეებს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ეს არის ცოტა კომპლექსური საკითხი. ანუ ინფორმირებულობა არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, თუმცა მოდით ვაღიაროთ, არის უამრავი შესაძლებლობები მართლაც იგივე ევროკავშირის პროგრამების სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ვაწვდენთ ხმებს მართლა აი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არაფერში არ არიან ჩართულები. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ასე ვთქვათ ჩართულობა რა კუთხით. ჩართულობა უნდა მოიცადოს როგორც ინფორმირებულობას, ასევე მათ დაინტერესებას. ანუ მათ უნდა ხედავდნენ თუ რატომ უნდა ჩართონ ამ თუ იმ პროგრამაში, რას მიიღებენ. კარგი, ინფორმირებული ვარ, დავინტერესდი, შემდეგ რამე ბარიერი მექნება? ჩემი არის ალბათ აი რასაც ვამბობ, ეს არის უნდა გქონდეს შესაბამისი უნარჩვევები. სამწუხაროდ ასე იგივე არასამთავრობო სექტორიას იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საერთაშორისო სემინარები ძალიან მნიშვნელოვანია უნარჩვევები. ეს არის თუნდაც კომპიუტერი, თუნდაც ინტერნეტი, თუნდაც ინფორმაციის ანალიზი. შესაბამისად მე ამ კუთხით ვფიქრობ, რომ აი რასაც ვამბობ, რომ ის ადამიანები, რაღაცა კონკრეტული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ყოველდღიურად სხვა პროგრამებში, ძალიან ხშირად შეხვდებით რეგიონებში, თითქმის ერთ და იგივე ადამიანებს უწევდება ტრენინგები. ეს არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ჯგუფი ვითარდება ადამიანებისა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ალბათ, რომ უფრო ახალი პრიორიტეტი გააჩნდეს იგივე დონორების მხრიდან, იგივე სახელმწიფოს მხრიდან, რომ იგივე იმ ადამიანებთან, ვისაც ის ინფორმაცია არ მისვლებს, ეს არ ჩატარებია ტრენინგები, ეს შესაძლებლობები არ გამოუყენებიათ, მათი აქტიურად ჩართვა, ასე ვთქვათ, განხორციელდეს. რატომ ხდება ის, რომ ვთქვათ, ხა ტრენინგი უტარდება ერთსა და იმავეს, ხო, თქვენ თქვით ხშირ შემთხვევაში. რატომ ხდება, ხო, ეს მარტო აქტიურობაზე ხომ არ არის. ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ტრენინგს, მისი დაინტერესება უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეც ვინც არ იცის განსაკუთრებით რაღაცეები, იმას ჩაუტაროს. ანუ ორგანიზაციებს აქვს თავად პრობლემა? გეთანხმებით, თუმცა პირდაპირ ასევე რო ვთქვათ, ნამდვილად მარტივია იმ ადამიანებთან მუშაობა თუნდაც რეგიონებში, ვისაც არაერთხელ გაუვლია ტრენინგი, მათ იციან არაფორმალური განათლება, მათ შეუძლიათ აქტიურად ჩაებმან პროცესში და შესაბამისად იგივე დონორთან უკეთესად გამოჩნდება შეიძლება. გასაგებია რაღაც ცოდნით არავინ არ იბადება, ყველანი შემდეგ ვიძენთ ამ ცოდნას. გისმენთ? თქვენ ახსენეთ ხო, იქნება თუ არა ბარიერი და მე იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენგანი ერთდროულად ვაღიარებთ, რომ მას შემდეგ რაც ინფორმაციას ვიღებთ, მას შემდეგ რაც ვიღებთ კონკრეტულ თქვათ დეტალურ ინფორმაციას, სად როდის როგორ ხდება ჩართულობა, სახელმწიფოს და თუნდაც ადგილობრივ დონეზე, ლოკალურ დონეზე არანაირი ბარიერი არ იქნება. პრობლემა მხოლოდ არის იგივე კვალიფიკაცია იმ კუთხით, რომ ახალგაზრდას ჰქონდეს мотиваცია, უნარი, შესაძლებლობა და სურვილი ინტერნეტში შეამოწმოს ინფორმაცია. იგივე სამინისტროს მხრიდან იქნება ეს ნებისმიერი სხვა ფონდის მხრიდან ყველა ინფორმაცია იდება ინტერნეტ საშუალებით, ხდება აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესები და ამაზე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ შემოგგამართება. და თორნიკე მახსენა ძალიან კარგი მომენტი, რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ ის, რომ ყველაფერში იყოს აქტიურად ჩართული, ეს არ არის რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი. დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს ადამიანების თვითრეალიზაციას უპირველეს ყოვლისა. ამიტომაც ჩვენ ახალგაზრდებს მოვთხოვოთ ის, რომ აქტიურები და მათ ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ გახდნენ ძალიან მაგარი პროფესიონალები და ევროპაში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ევროპული განათლებაა ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოში არ შეგეძლო მიიღო განათლება. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი საერთაშორისო ფონდი არსებობს, რომელიც აფინანსებს კიდევაც სწავლის საფასურს, რომელიც გიშობს კიდევაც უცხოური საზღვარგარეთ სასწავლებად, ხო? ასე რომ თავარი არის ის, რომ ახალგაზრდა მოინდომოს, აქტიური იყოს, თორემ ყველაფერი არის ამ ხრივ ვისახდებით ჩემი. შეეთანხმებით ამას. მე სულ მომდის ინფორმაცია არის უნივერსიტეტებში, ხო? ახლა რაღაცა ჯგუფი მეორე ჯგუფს აკრიტიკებს, რომ რაღაც ექსკლუზივები აქვს, რომ თქვათ, აი რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ? ნუ პირველ რიგში გამოვეხმაურებ ბოლო მოხსენებას და სახელმწიფოს როლს რაც ეხება. ცხადია სახელმწიფო ვერავის ხელს ვერ მოკიდებს და მის დამოუკიდებლად ვერ გაუშვებს ვერსად, მაგრამ სახელმწიფოს როლი პირდაპირ ვრინდება იმაში, რომ ინტერნეტი, რაზეც თქვენი საუბრობთ, ხელმისაწვდომი იყოს ყველა ახალგაზრდისთვის, ხელმისაწვდომი იყოს ყველა რეგიონში საქართველოსი და არ იყოს შეზღუდვები განსაკუთრებით რეგიონებში და იმ ადგილებში, სადაც ახალგაზრდების დასახლება და იქ მათი დაკავება ჩვენთვის პრიორიტეტს უნდა ქმნიდეს. ნუ ასეთი ეჭვები, თქვათ ასე, არსებობს, ცხადია და ამის საფუძველი მე ვფიქრობ ობიექტურად არსებობს, იმიტომ რომ ერთგვარი ხაზია ჩამოყალიბებული, ერთგვარი ჯაჭვი, გნებავთ ასე დავარქვათ, რომ ადამიანი, რომელიც თვითმმართველობაში გამოიჩენს ძალიან თავს, თქვათ განსაკუთრებით ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართულებით და ამ მიმართულებით გადადგავს კონკრეტულ ნაბიჯებს, შემდეგ მისი პერსპექტივა გაცილებით უფრო დიდი არის, ვიდრე ვთქვათ სხვა პოლიტიკური პარტიის ან ზოგადად არც ერთი პარტიის წარმომადგენელი. აქ იგულისხმება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. არა მხოლოდ საზღვარგარეთ, მათი ვთქვათ ჩართულობა, მათი მონაწილეობა, მათთან პრეროგატივების ბოდიში პერსპექტივების მიცემა და ასე შემდეგ, ხო? გამომდინარე აქედან ახალგაზრდებს უჩნდებათ ნიჰილიზმი ამ პროცესებისადმი. ახალგაზრდებს მეც პირადად, ოდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დიდი სურვილი
მიღწეული მქონდა თვითმმართველობაში ჩართვის, თვითმმართველობის მხრიდან რაღაც აქტიურობის, მაგრამ იქ იმდენი ბარიერი შემხვდა, არ ვიცი თქვა ჩემი ელემენტარულად თვითმმართველობის პროცესებში, ღონისძიებებში აქტიურად ჩართულობასთან დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ძალიან მონდომებული ამ პროცესებში ჩართულიყავი, ხო? რატომღაც იქნებოდა ბარიერები, რომ ეს იყო ჩემთვის უფრო მეტად შეუძლებელი, ვიდრე სხვისთვის, ვისაც გამოხატული ქონდა. იგივე თვითმმართველობის ხელმძღვანელობისგან. ეს ერთი წამი დავასრულებ და რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ მიმართულებით ახალგაზრდობას ამემართებაში და თქვენ ბრძანეთ განსხვავება ვთქვათ ევროპელი და ქართველი ახალგაზრდის და ეს კონტრასტი რამდენად დიდი არის. მე აქ მაქვს წარმოდგენილი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ამ მუშა პროცესში მყოფი დოკუმენტი, კონცეფცია ახალგაზრდობას ამემართებაში და ასევე ევროპაში და ევროკავშირში აპრობირებული ეს კონცეფცია, ხო? ძალიან მკაფიო განსხვავება და ერთ განსხვავება შევნიშნავ და სხვებს აღარ ჩავყვები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრია. ევროპული დოკუმენტი იწყება ასე, რომ ევროპის მომავალი დამოკიდებულია მის ახალგაზრდობაზე. დამთავრებულია ძალიან მკაფიო მესიჯია და ამ მესიჯზე აგებული მთელი ეს დოკუმენტი. საქართველოში დოკუმენტი იწყება ასე, რომ გრძელვადიანი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა. ჩემი აზრით განსხვავება არის ძალიან ცალსახა. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა რომ ახალგაზრდობა იყოს უმთავრესი და იყოს ის, რამაც უნდა წარმოადგენოს ჩვენი ქვეყანა ხვალ. უმნიშვნელოვანესი ფასეულობა არის ცხადია, მაგრამ უმთავრესი არის ის, რომ ასეთი კონკრეტულები ვიყოთ, როგორც არის ევროკავშირში. ისეთი დამოკიდებულება გქონდეს ახალგაზრდებისადმი, როგორც აქვთ ევროკავშირში. ისეთი მიდგომა გქონდეს მათამდე, როგორც აქვთ ევროკავშირში და შემდეგ უკვე მარტივია გახდე ევროპის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოდი ირაკლი მიპასუხოს ამას და შემდეგ თუ გექნებათ რეპლიკა. პირველ რიგში რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს და აქედან გამომდინარე საერთაშორისო არენაზე აქტიურობას, ვიტყოდი იმას, რომ ქრისტიან დემოკრატებს და მემარჯვენეებს იმდენად აქტიური ახალგაზრდები ყავთ საერთაშორისო არენაზე, რომ არ აქვთ ფაქტიურად არც ერთი ორგანიზაცია დატოვებული, სადაც ისინი მონაწილეები არ არიან. მაგრამ ლაშამ თავისი მაგალითი მოიყვანა. ეს არავითარ შემთხვევაში აქ თუ პრობლემას დავსახავთ ჩვენ ბარიერებზე იყო წეგან საუბარი, ერთადერთი ბარიერები მე ვფიქრობ არის კონკურენცია, რაც მიმდინარეობს ახალგაზრდებს შორის, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდებაც, რომლებმაც უკვე რაღაცას ამ კუთხით მიაღწიეს, ამ ახალგაზრდებმაც გაიარეს კონკურენციის დიდი ესე ვთქვათ ეტაპი, რომელიც თავიანთ თანატოლებში იმართება, იმიტომ რომ შესაძლებლობები რა თქმა უნდა არ არსებობს უსაზღვრო, არსებობს რაღაც ბარიერები, უბრალოდ რაღაც შეზღუდული შესაძლებლობები და იმაში არის კონკურენცია. საკითხი არის ის, რომ ჩვენ სახელმწიფო რამდენად ვუშლით ან უწყობთ ხელს ამ ახალგაზრდებს, რომ ამაში მიიღონ მონაწილეობა თუ არ მიიღონ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს მივცეთ სტიმული, რომ იაქტიურონ, ამის გარდა ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. საუბარი იყო აქ კიდევ ჩართულობაზე, ან თუ კომპეტენცია არ აქვს ახალგაზრდას და რა თქმა უნდა თუ მას ინტერესი არ გააჩნია, ხო ის შესაბამისად მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერანაირ ახალგაზრდულ ორგანიზაციების აქტიურობებში. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ქართულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აქვს ათვისებული. აქ არიან წარმოდგენილი ეს ამ ორგანიზაციების წევრებიც ამავე დროს, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ სწორედ აი მოთხოვნას უწყობთ ხელს, რომელიც საქართველოს ესე ვთქვათ ბაზარზე არის. ანუ ახალგაზრდები რამდენადაც აქტიურები არიან, ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ მოვიძიოთ ის რესურსები, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოთ. მაგრამ თქვენი სამინისტროს ფუნქციაში არ შედის ის, რომ არ აქვს ახალგაზრდას ცოდნა რეგიონში ცხოვრობს, არ მიუწვდება მას ინფორმაციაზე ხელი, ვერ იქნება შესაბამისად ჩართული. ამაზე ხო არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი ახლა ამ ახალგაზრდაზე. რა კეთდება იმისთვის, რომ სწორედ მათი ცოდნა ამაღლდეს. დიახ, ჩვენ უნდა გავყოთ ასევე საერთაშორისო აქტიურობა ორ ნაწილად. ერთი, რაზედაც ქეთი საუბრობდა, ეს არის წმინდა განათლების საკითხი, რაზედაც არსებობს ამავე დროს არაერთი პროგრამა, სადაც ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა, თუ ისინი კონკურსებს გაევლიან და აკმაყოფილებელ მოთხოვნებს მიდიან საზღვარგარეთ სწავლობენ და ბრუნდებიან უკან, შეიძლება ამაზე ვიფიქროთ, რომ ეს უნდა იყოს უფრო მეტი, იმიტომ რომ არსებობდა რაღაც გარკვეული ფონდები, რომლებიც დღეს არის შეჩერებული, მომავალში ისევ განახდება და ასე შემდეგ. ეს არის მუდმივი დავის საკითხი, რამდენი უნდა გაუშვას, რამდენი ახალგაზრდა უნდა გაუშვათ ახალგაზრდა წელიწადში, ეს იქნება 100, 200, 300, 400, ეს უბრალოდ ის ვფიქრობ არ არის სადებატო თემა. და არაფორმალური განათლება, ანუ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურობენ არაფორმალური განათლების კუთხით და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. მე როგორც გითხარით, ამ კუთხით საქართველოში იმდენად აქტიური ახალგაზრდები არიან და იმდენად ესე ვთქვათ, მთელს ევროპაში აქვს თავიანთი ფესვები გადმული, რომ ზოგიერთ თანამდებობებში კარგი, ლაშა თუ გსურთ პატარა რეპლიკა და რეკლამა უნდა გამოაცხადოთ. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან აქტიურად და ფართოდ, ეს პირდაპირ ჩვენი დამსახურებაა და ჩვენი პარტიის თითოეული წევრი, ვისაც ამის სრული აქვს, ცხადია ჩართული ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, ევროკავშირში, თანამედროვე ევროკავშირში, მე სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობდი. მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია, ვთქვათ, განახორციელოს ასეთი პროგრამები, აქვს არჩევანი ადამიანს შორის, რომელიც არის მისდამი ლოიალურად განწყობილი და მეორე ადამიანს შორის, რომელიც შეიძლება უფრო კონკურენტუნარი, განათლებული და ასე შემდეგ, ოღონდ არ აქვს ეს ლოიალობა გამოხატული.
პრიორიტეტს ანიჭებს ამ ადამიანს და მისდამი დამოკიდებულება უფრო ასე ვთქვათ ღია არის და უფრო მეტი შესაძლებლობა ეხსნება ამ ადამიანს ვიდრე იმას რომ ამაზე მინდა ყველას კითხოთ აზრი, ოღონდ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და განვაგრძობთ თემას. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და მე შეგახსენებთ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სტუდენტებთან, სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ევროინტეგრაციის საკითხებზე. ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა პირველ ბლოკში საუბარი ბოლოში, მაგრამ მოდი მოგცემთ ყველას საშუალებას ამ თემაზე, ეს ეხებოდა პოლიტიკური ნიშნით ბარიერების შექმნას და მოდი გამოთქვით თქვენი აზრი და შემდეგ ბოლო შეკითხვას დავსვამ დღევანდელ გადაცემაში, არც თუ ისე ბევრი დრო დაიწყო. ლაშას თხოვ რომ აღნიშნოს ხაზგასმით, რომ მას საერთაშორისო ურთიერთობებში განვითარების კუთხით არანაირი ბარიერი არ ქონია სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეეხება თვითმმართველობების დამოკიდებულებას და ერთგვარ პოლიტიკურ ლოიალობას, ამ კუთხით მე მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიული განვითარება არის აბსოლუტურად ცოცხალი პროცესი და მას როდესაც შენ მეზობლები ყავს ავტორიტარული ქვეყნები და თქვა აბსოლუტურად ადემოკრატიული რეჟიმები, შეიძლება დაუშვათ ის, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ გქონდა ძალიან სერიოზული წყვეტა სახელმწიფოებრივი განვითარების კუთხით და არ გვაქვს ამ შემთხვევაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურა, შეიძლება დაშვებული იყოს გარკვეული ექსცესები და სწორედ ამიტომ არის ის, რომ შენ, მე და ყველა ერთად უნდა ვიღვაწოთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კულტურა მაქსიმალურად ავამაღლოთ. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე თვითმმართველობაში ან თუნდაც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში ყოფილიყოს გარკვეული ექსცესი, თუმცა ეს არ არის იმ მნიშვნელობის მქონე, რომ ახალგაზრდობამ ამ კუთხით არ შეიტანოს საკუთარი წვლილი მის გაუმჯობესებაში. ვახო თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით ამეთახმებით, რომ თანამედროვე პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის დებატები და არგუმენტების მსჯელობა არის ძალიან დაბალ დონეზე. მე ვუსმენდი რამდენიმე მსჯელობას და გავოცით, როდესაც ხდებოდა ძალიან ფრაგმენტული, არაარგუმენტირებული ზერელესაუბრები. ეს არის პრობლემა დღეს საქართველოში, რომ თუ ჩვენ დღეს ყველამ ერთად არ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ქართულ ახალგაზრდებში იყოს პოლიტიკური კულტურა, ურთიერთპატივისცემა, მოსმენა, არგუმენტირებული მსჯელობა, საუბარი იქნება ზედმეტი ჩვენს ევროპულ მომავალზე. თუმცა საქართველოს ევროპული არჩევანი ამ თემაზე თუ გსურთ ვინმეს გამოთქვა თქვენი აზრი. დავამატებ ესე იგი. მე ძალიან მოკლედ ლაშა თუ შეიძლება და შემდეგ სხვებსაც მე არ მithქვამს, რომ სახელმწიფომ ზღუდავს მე, უბრალოდ სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს რაღაცა კონკრეტული ნიშნით. მე ამაზე მაქვს საუბარი სახელმწიფო ნუ ხელისუფლება. რაც შეეხება ექსცესებს, პრობლემა არის იმაში, რომ ექსცესებს აქვს სისტემური ხასიათი, თორე გიერთებით სულისკვეთებაში, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საკითხებელი ამ კუთხით, თუმცა ექსცესებს სისტემური ხასიათი რომ აქვს და ამისი პრევენცია რომ არ ხდება ამავე დროს, ხო პრობლემა სწორედ ამაზე. ის საინტერესოა, ლაშა, თქვენ ძალიან ბევრი გასაკეთებელიო. მე შინაარსობრივად გადმოვალ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აქტიურობის სფეროში, იმიტომ რომ პოლიტიკას არ მაქვს შეხება, ასე ვთქვათ, ჩვენ საუბრობდით პრობლემებზე და სავარაუდო ბარიერებზე. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც პრაქტიკოსმა, რომელიც ჩართულია თუნდაც არაფორმალური განათლების სხვადასხვა პროექტში და ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში 50-დან 100 პროექტამდე გააჩნია მასშტაბურობას პროექტის. მე მინდა გითხრათ, რომ შეცვლილია თვითონ დამოკიდებულება უკვე სტუდენტების და ახალგაზრდების მხრიდანაც. ერთგვარად გარკვეულწილად, ნუ დედაქალაქში ვამბობ, ჩვენ ელსა ქუთაისი და ბათუმიც გავაკეთეთ, სადაც ვიწყებთ აქტიურობას, მაგრამ დედაქალაქში უკვე იწყება მერკანტილური დამოკიდებულება სტუდენტების მხრიდან. ანუ შეკითხვა ისმება არა იმაზე, რომ ჩვენ მივიღებთ თუ არა ცოდნას, არა, კიდევ სხვა რა. ანუ კარგი, თქვათ მივიღე რაღაცა ლექციებში მონაწილეობა, მივიღე ცოდნა, კიდევ რა. აი მაგალითისთვის უნივერსიტეტში ჩამოსული იყო გერმანიის უმაღლეს ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლე პროფესორი ბერნსდორფი, რომელიც ძალიან იშვიათად ატარებს ლექციებს და ევროპაში აი სხვადასხვა სახელმწიფოდან ჩადიან სტუდენტები, რათა დაესწრონ მას. საქართველოში, რა თქმა უნდა, აუდიტორიის პრობლემა არ ყოფილა, იყო გარკვეული რაოდენობის სტუდენტი, მაგრამ როდესაც კი საუბრობდით, თქვათ, პირად საუბრებში, ან რატომ უნდა დავესწრო? ან რას მომცემს? ჩამოყალიბდა ერთგვარად სერტიფიკატზე ან რაღაცა მოგებაზე ორიენტირებული სტუდენტების ჭალებში გასდა. არსებობს ძალიან ბევრი მოტივირებული სტუდენტი, რომელსაც მონაწილეობა უნდა რომ მიიღოს და რომელიც მართლაც ცდილობს რომ ნებისმიერ ასე სტუდენტებსაც ვიცნობ და მადლობა ღმერთს ძალიან ბევრია. რატო ხდება ეს, რომ თქვა CV-ში რა ჩაიწერება, ამაზე არის აქცენტირება. CV-ში რა ჩაიწერება და ძალიან ბევრს სულ შემდგომ რომ თითოეულ დეტალს ეკიდებიან. იმდენად შინაარსობრივზე აღარ ამახვილებენ უკვე ყურადღებას. რატომ აი ეს მაინტერესებს? იმით რომ CV იყოს ნაცვლად 3 გვერდისა 8 გვერდი.
და შემდგომში ამის გამო თუნდაც იქნება ძალიან დიდი პრობლემა. მაგალითად, სტეპზე ჩვენ საუბრობდით სტუდენტთა გასვლით სამუშაო პროგრამაზე. საქართველოს ჩვენს გაგზავნილ სივებს, რომელსაც თვითონ აბსოლუტურად ჩვენი წევრები ერთი წლის წინ უკვე სერიოზულად აღარ აგიქვამდნენ და ძლივ შემოუბრუნდნენ. რატომ? ჯერ და ეწერათ ძალიან ბევრი ინფორმაცია და შემდგომ ადგილი ჰქონდა აი დაახლოებით გაფანტაზიურებას და ეპიკურ დონეზე აყვანას მონაცემების. მაგალითად, უმრავლესობაც ეწერა რომ ინგლისური იცის მშობლიური ენის დონეზე, ასევე რუსული, გერმანული, ფრანგული რამდენიმე კონფერენციაში მიუღია აქტიურად მონაწილეობა და შეიძლება დახედო და იფიქრო რომ ეს ადამიანი უკვე თავის კარიერის ბოლოშია. არა თუ კარიერის ბოლოში, არამედ ერთ-ერთმა დასვაკიდევაც დამსაქმებელმა ევროპიდან ცნობილმა უნივერსიტეტში იყო, თორსემ გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტის სამუშაო ადგილი, კითხვით მოგვართა, ელსა საქართველოს დაგვიკავშირდა პირდაპირ, და ჩვენ არ გვაქვს შეხება პირდაპირ ვაგზავნოთ, რომ ასეთი კადრები თუ ყავთ, რატომ მოუშვებთ ჩვენთან? დატოვეთ საქართველოს. გისმენთ. ჩემ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც აქ დამწრება ალბათ ყველამ უნდა დავფიქრდეთ რაღაც დროზე ჩვენს მიმართულებაში არის როგორ უნდა შევცვალოთ ეს ინსტრუმენტალური დამოკიდებულება ახალგაზრდებში რაც არსებობს ისე რომ არ იყოს რომ ჩვენ ყველანი აქ გამგვიყენონ რაღაც ინსტრუმენტად იმისა რომ თქვა თავისივე გაიმდიდრონ როგორ ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს მაგრამ ნუ მე ვფიქრობ აქ ყველას ჩვენი გზა შეიძლება ქონდეს ამ ფონზე გასაგებია გისმენთ კი ბატონო აქ საუბარი იყო სახელმწიფოს დამოკიდებულებას თქვა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ თეორიის თქვა გარკვეული პოლიტიკური ნიშნით საგარეო ასპარეზზე განვითარება არ განვითარება დაკავშირება არ განვითარებასთან დაკავშირებით ასევე თქვა რა მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას წარმოადგენდა და ასე შემდეგ აქ თავარი არის ერთი რამ სახელმწიფოს საუბრობთ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ახალგაზრდობის მიმართ ამ პირიქით საუბარი არის თავარზე ინფორმაციულობაზე როდესაც საუბრობთ კონცეფციაზე რომელიც იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით აქ საუბარია იმაზე რომ საქართველოს ახალგაზრდობის მხოლოდ და მხოლოდ მეოთხედმა და შეიძლება ეს ბევრი იყოს იცის რომ ეს დოკუმენტი საერთოდ იქნება. ამისთვის ძალიან ცოტა კონკრეტულ ტელეარხზე გასული სარეკლამო კლიპი რომ ეს იქნება, რომელიც ძალიან დიდი ინტენსივობით არ გადის და თქვა შეიძლება დღეში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ გავიდეს ანას შემდეგ. ამისთვის ძალიან ცოტაა თქვა კონკრეტული განცხადება სამინისტროს საიტზე და ასე შემდეგ. ამისთვის ასევე ძალიან ცოტაა რომელიმე საუნივერსიტეტო დარბაზში ან რომელიმე სასტუმროს აუდიტორიაში თქვა საუბარი იმაზე რომ ეს დოკუმენტი იქნება. აქ საუბარია იმაზე რომ რეგიონებში თითოეულ სოფელში ყოფი ახალგაზრდობა უნდა იყოს დაკავშირებული ამ დოკუმენტთან. დოკუმენტის საწყისშივე წერია რომ ეს არ გახლავთ თქვათ სამინისტროს ან ხარის თქვათ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სერიოზული აქტორის იუნისეფის გარკვეული პოზიცია და ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია და რომ ეს არის შედგენილი თავად ახალგაზრდობის ინიციატივებით მაგრამ რეალურად ეს არის გარკვეული ადამიანების ჯგუფის ინიციატივები ერთი მხრიდან წარმოდგენილი მაგრამ მეორე მხრიდან ახალგაზრდობის მიმართ ინიციატივები რეალურად არ მიეწოდება აქ ამაზეა საუბარი როდესაც საუბრობთ ახალგაზრდობის როლზე თქვათ ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციაში და ევროკავშირთან ინტეგრაციაში უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ საგარეო ასპარეზიდან ძალიან დიდი გამადიდებელი შუშით უყურებენ ნებისმიერ პოლიტიკურ დარგს და ბუნებრივია მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დარგს რომელიც ჩვენთან არც განვითარებული მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში განვითარებულია ეს არის ახალგაზრდული პოლიტიკა ხო როდესაც უმარტივესი და ყველაზე იაფი დაზღვევა მსოფლიო თვალსაზრისით ახალგაზრდობის სტუდენტობის დაზღვევა ქვეყანაში არ არის განვითარებული და საერთოდ არ არსებობს როდესაც განათლების ხელმისაწვდომობა რეალურად ფინანსურად დაკავშირებით არსებობს როდესაც სამუშაო კიდევ ერთხელ ვიმეორებ 70%-ზე მეტი უმშევარი არის ახალგაზრდა. აქ ძალიან ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ საყოფაცხოვრებო პირობები ან ახალგაზრდობის ყოველდღიურობა არ თამაშობს საკუთარ როლს ევროკავშირთან ინტეგრაციაში. გასაგებია თუ გსურთ გამოთქვა თქვენი აზრი? შეიძლება. მე მინდა ცოტა პოზიტიური მიმართულებით წავიდე და ყველა ახალგაზრდას, ვინც უყურებს დღევანდელ გადაცემას, რომ მოუწოდო, იყო ძალიან აქტიურები. ყველას გვაქვს ჩვენი უფლებები, იცოდნენ თავიანთი უფლებები, გამოიყენონ თავიანთი უფლებები, ნუ შეეშინებათ ბარიერების, დასმაც ისაც იყო ნახსენები, იგივე კონკურენცია. რა თქმა უნდა, კონკურენცია არსებობს, მაგრამ თუ არ ცდიან, ვერც ვერაძროს ვერ მიიღებენ შედეგს და თქვენი ერთ-ერთი მინდა ვისარგებლო და ყველა 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდას მოუწოდო, რომ მიიღონ კონკურსი, ეროვნულ კონკურს ალიანტეში მონაწილეობა, რომელიც უკვე დაიწყო და ყოველწლიურად დაახლოებით 5000 ბარემ რა ხან დაანონსეთ. და ზუსტად ევროკავშირისა და ნატოს და უსაფრთხოების საკითხებზე არის ეს კონკურსი. და ყველა ახალგაზრდას რეგიონებიდან განსაკუთრებით ენიჭება პრიორიტეტი რომ მიიღონ მონაწილეობა, გაიგონ მეტი ამ თემატიკის შესახებ. ერთ-ერთი ვინც არის ის. არა, უბრალოდ რას ვამბობ, იცით რომ მინდა ნამდვილად ყველა ახალგაზრდას მოუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას ხვდება პრობლემები, ყველას ხვდება რაღაცა თუნდაც შინაგანი ბარიერები, თუნდაც ოჯახში, თუნდაც რაღაც ყველა დონეზე, ხო? მაგრამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთად გადავლახოთ, ერთად ვეცადოთ. მესმის, ჩვენი დრო იწურება და მოდი ვისაც გსურთ აზრის გამოთქმა, დავიწყოთ თქვენგან და კი ბატონო, როგორც ჩანს ეს უკვე ბოლო რეპლიკა არის ამ გადაცემისათვის და ვეცდები ზოგადად შევაჯამო დღევანდელი გადაცემა. კონკურენცია, რადგან აქ იყო საუბარი, მიღწევადი და დაძლევადია მაშინ, როცა არ არის მონოპოლია.
როდესაც ქვეყანაში არის მონოპოლია ყველა მიმართულებით, მაშინ იქ კონკურენცია ვერ ვითარდება და ადამიანი ამ მონოპოლიის ჩარჩოებში ხდება უფრო მეტად დაჩაგრული ვიდრე წახალისებული, ხო? ეს ძალიან მარტივი თემა არის და ამის დადასტურება არის სიტყვაზე სახელმწიფოს მიერ, ბატონი პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული საზაფხულო დასაქმების თემა, რომელზეც ჩვენ ძალიან შინაარსიანი და არგუმენტირებული ღონისძიებებიც გავმართეთ, თუმცა ამას არავითარი რეაგირება საუბედუროდ არ მოყოლია, იმიტომ რომ ჩვენ არა თუ ვინმეს ვაკნინებთ ან შევაწყობოს ვაყენებთ, ეს არის კრიტიკა, რომელიც უნდა იყოს მისაღები ყველასათვის და დასაბუთებული და ობიექტური. საუბარია იმაზე, რომ როდესაც გამოცხადა ეს დასაქმების პროგრამა და კონკურენციასია საუბარი, როდესაც ადამიანს, თქვა, სოციალურად დაუცველს, ახალგაზრდა სტუდენტს, რომელსაც იმის საშუალებაც არ აქვს, რომ ადგეს და სწავლის გადასახადი გადაიხადოს და სახში ელემენტარული კომპიუტერიც არ გააჩნია, როდესაც აცხადებ კონკურსს და ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც კომპიუტერით შეიძლება დარეგისტრირდეს და გაიაროს რეგისტრაცია, უკვე დაკნინებულ მდგომარეობაში აყენებ ადამიანს, რომელსაც ამის საშუალება არ აქვს. ამას თუ ემატება კიდევ საფუძველზე არსებული, ვთქვათ, არგუმენტი, რომ თვითმმართველობებმა ვადაზე ადრე შეადგინეს სიები და გადაუგზავნეს სამინისტროს და შემდეგ უკვე ადამიანები ჩადგნენ არაკონკურენტულ მდგომარეობაში, აქმე ვერავითარ კონკურენციას ვერ ვხედავ. და სწორედ ეს არის, რომ ევროპაში თუ ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც გვინდა სულა, უნდა ვიაროთ ყველა მიმართულებით, უნდა ვიაროთ აქტიურად, უნდა ვიაროთ საფუძვლიანად და არა მხოლოდ დეკლარაციების მიმართულებით და არა მხოლოდ დეკლარირებული ამოცანების მიმართულებით. გისმენთ. გასაგებია ლაშას სულისკვეთება ამ მხრივ და მინდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჩვენ თავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად შევაგროვოთ, მაქსიმალურად გავაცნოთ საზოგადოებას და არა თქვა სამინისტროს და არა პრობლემები არ არის ლაშამ რას თქვა, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც თუმცა ხა მას ჭირდება ძალიან დიდი არგუმენტაცია და მას ჭირდება ძალიან სერიოზული დასაბუთება. ხო, აქედან ბევრი ნაწილი უბრალოდ პოლიტიკური განცხადება იყო, რომელი იყო პრობლემა სერიოზული. არა, პოლიტიკური განცხადება შეიძლება იყოს, რომელსაც პასუხი ჭირდება თქვენგან. ის რომ ვთქვათ, სიები გადაგზავნილი იყო წინასწარ, ხო? მე არ ვიცი რა არგუმენტი შეიძლება კონდეს ლაშას, მაგრამ თავისთავად არის ძალიან სერიოზული საკითხი. ანუ ასეთი ფორმულირება, რომ სიები იყო წინასწარ გადაგზავნილი, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ხო? ეს არის ხო, არა, სხვა პასუხი ამაზე არ არსებობს, მაგრამ არის ის ტყუილი, რომ ადამიანს, რომელიც სოციალურად დაუცველია, სახში ელემენტარულად კომპიუტერი არ გააჩნია და მას ჭირდება სასიცოცხლოდ ის 500 თუ 1000 ლარი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ზაფხულში. და სახელმწიფო აცხადებს კონკურსს მათთვის, ვისაც შეუძლია კომპიუტერით გაიაროს რეგისტრაცია. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, აი რას თქვენ თქვით სიების გადაგზავნასთან დაკავშირებით, ხო? ეხლა არ ვიცი, ირაკლეს ალბათ გაუჩნდება შეკითხვა, რომ არგუმენტი მოიყვანოთ. მაგრამ მე მაქვს ეს შეკითხვა, ანუ რა არგუმენტი ამ შემთხვევაში? კეთილი, არგუმენტი გვაქვს ის პირადი კონტაქტები, რომელიც არაერთ ჩვენგანს აქვს პირადად სტუდენტებთან მიმართებაში და მათ შორის საუნივერსიტეტო თვითმმართველობთან მიმართებაში და პირდაპირ განცხადებები იმისა სტუდენტებისადმი მოსმენელი, სტუდენტებისადმი გაგონილი და ასე შემდეგ, რომ ეს თემა იყო უკვე დამთავრებული და ამისი ვთქვათ ილუსტრაცია იქნება ის საბოლოო შედეგი, რომელსაც მივიღებთ და ის, რომ ადამიანები, რომლებიც დასაქმდებიან და მიიღებენ შემოსავალს ამ საზაფხულო და ვთქვათ დასაქმებიდან, იქნებიან უფრო მეტად ხელისუფლებისადმი ლოიალური სტუდენტები, ვიდრე მადამი კრიტიკულად ან ოპოზიციურ მდგომარეობაში. კარგი, ირაკლი, უპასუხეთ და მე მგონი იმდენად არასერიოზული საკითხი არის. ახლა ჩემი ძმა ადგა დილის 9 საათზე რომ დარეგისტრირებული იყო, რაზე არის აქ ლაპარაკი, საერთოდ არ მესმის და ამდენ არაკომპეტენტურს თუ მოვისმენდი საკითხებს, ესეც არ მესგონა ამ გადაცემაში, მაგრამ არა უშავს, ესეც ხდება ხოლმე. ანუ საუბარი არის რაზე, რომ 25%-მა იცის თურმე იმის შესახებ ახალგაზრდული პოლიტიკაში რა ხდება 100%-დან, ესე იგი ჩვენ რა გვინდა რომ 100%-მა იცოდეს ახალგაზრდამ რა ახალგაზრდულ პოლიტიკას ვახორციელებთ, იქიდან ნახევარი შეიძლება სულად სპორტით იყოს დაკავებული, ნახევარი შეიძლება უბრალოდ თავიანთი ისეთი საქმიანობით, რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებდეს სახელმწიფოში ქრისტიან-დემოკრატების განცხადებები და არ შეიძლება სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამები და თავისი საქმიანობა ქონდეს იმ ადამიანს. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ვინმე არის დაინტერესებული, ის თუ არის ინფორმირებული და მე გეტყვით, რომ იმ ყველა ადამიანი, ვინც კი ამ კუთხით არის დაინტერესებული, ყველა იყო ინფორმირებული, ყველა ადამიანის აზრი არის გათვალისწინებული, ვინც კი ამ კუთხით აქტიურობს და ვისაც კი რაიმე შეიძლება რომ სიტყვა შეიძლება ეთქმოდეს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ და ჩემი მეგობრები შევხვდით მარტო იმდენ ახალგაზრდას მთელს რეგიონებში, მთელს სოფლებში და მთელს ქალაქებში, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ქრისტიან-დემოკრატები კიდე რამდენიმე პლუს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთად აღებული არასოდეს არ შეხვედრილან. ასე რომ იმ კუთხით, რომ
ჩვენ ვაქტიურობთ თუ არა, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რა შედეგები გვაქვს და ჩვენ შედეგები გვაქვს რა თქმა უნდა ის, რომ დღეს ახალგაზრდებს უფრო 7-ჯერ მეტი 7 წლის განმავლობაში არ ყოფილა იმდენი საერთაშორისო აქტივობა, რაც 1 წლის განმავლობაში იყო, მხოლოდ ეხლა წელს საქართველოში და ჩვენი დახმარებით და ხდება იმდენი ახალგაზრდული პროგრამა და კიდევ დაგეგმილი გვაქვს განსაკუთრებით რეგიონებში ისეთი პროგრამები, რომლებიც შედეგებსაც უახლოეს მომავალშიდაც მივიღებთ, საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაშიდაც მივიღებთ. მოკლედ თუ შეიძლება ყველა ვისაც სურს აზრის გამართვა. დიახ, ანუ ერთი უბრალოდ მინდოდა დამატებინა, რომ ეთნიკური უმცირესობების ინკლუზიურობა თუ ევროპის რაღაც ინტეგრაციას და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ალბათ უნდა იყოს, ალბათ არის კიდეც დღის წესრიგში ყველა აქ ყოფილი ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში და ჩვენი ორგანიზაციას ამ მხრივ, ანუ რადგან გამოიყენეს ერთხელ უკვე პლატფორმად იმისა, რომ ეთქვათ, რომ თქვათ ნატოს ალიანტეში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ძალიან აქტიურად მოუწოდეთ, რომ ჩაერთონ. არის ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი ამ კუთხითაც ჩვენ მუშაობთ არა მარტო ეთნიკური აზერბაიჯანელების სომხების მიმართულებით, ასევე ჩვენ მუშაობთ სწორედ აფხაზებთან და ცხინვალთან მიმართებაში. ამ კუთხით ჩვენ ხელს უწყობთ ახალგაზრდებს, რომ სახალხო დიპლომატიაში მიიღონ მონაწილეობა და იმ ახალგაზრდებს, ვინც წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ამ ორგანიზაციებს ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გასაგებია. გისმენთ შემდეგ თქვენ. დიახ, ცალსახაა ის, რომ საქართველოში, რომელიც მასშტაბურად მცირე ზომის ქვეყანა, სხვა ზოგიერთ ევროპულ საყრდენს მიმართებით, არსებობს სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს სამინისტრო არ არსებობს და ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება ჩვენი როგორც პატარა ქვეყნისთვის. და მე მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდებმა ეს შესაძლებლობა, ეს ფანჯარა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. რაც შეეხება ესე იგი რეგისტრაციას სამუშაოთან დაკავშირებით, თუ კი ინტერნეტით ხდება რეგისტრაცია, ეს ნიშნავს ქვეყნის პროგრესულობას და მოდერნიზაციას და არა იმას, რომ თუ ვინმეს ინტერნეტი არ აქვს, მას არ შეუძლია დარეგისტრირება. მას შეუძლია მივიდეს რესურს ცენტრში, შეიძლება მივიდეს სერვის ცენტრში, შეიძლება მივიდეს თქვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში და იქ მოხდეს დარეგისტრირება. არ არის აუცილებელი რომ მოხდეს. გისმენთ, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება გადავაცილოთ დროს, ძალიან ლაფსუსს დაარქმევთ, რადგან ინტერნეტით დარეგისტრირება შეუძლია, თუმცა ეს ლაფსუსი ასევე არ არის და როდესაც საუბარია რომ ახალგაზრდობის სამინისტრო არის ჩვენთვის თურმე ფუფუნება არის არა ქვეყნისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მუშაობენ. და არა მთლიან საზოგადოებისათვის და ამის მაგალითი არის აი ეს ციფრი 71% უმუშევარი ადამიანი 18-დან 35 წლამდე, რომელიც მერწმუნედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაიმე გაიგოს და სადმე რაიმე იპოვოს თავისი ინტერესების შესაბამისი და ნუ იტყვით იმას, რომ ვითომ 50% სპორტსმენი ყოფილა, შემდეგ 30% ყოფილა ისაც არაფერი არ აინტერესებს და 20% იყო ვინც ჩართულია ამ თემებში. ანუ არა კომპეტენტურობას და ასე შემდეგ თქვა განცხადებებს ასევე მეორე მხარეც მოუძებნა. თავარი ამოცანა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და არა ახალგაზრდებს შეუწყოს ბატონო და არა ერთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. გისმენთ. ძალიან გისმენთ და ეს არის ბოლო განცხადება, უნდა დავამთავროთ განცხადება. მე ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ როგორც ალბათ ერთ-ერთ ჩვეულებრივ ახალგაზრდას დამიბადებოდა ეს კითხვა. რომ ანუ რა ვქნა, დავიწყე სახლში და დაველოდო, ვიცით ვინმე დამიგაკონოს. მე ისე მინდა რომ ყველას გაუმეორო. ასე არ გააკეთონ. ნამდვილად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობები, დააკაკუნონ ყველა კარზე, თვითმმართველობიდან დაწყებული. აქტიური მონაწილეობა მიიღონ სკოლის თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის თვითმმართველობაში, თავისი რეგიონის, ქალაქის, სოფლის წარმომადგენლობაში, სახელმწიფოს დონეზე. ანუ ყველა დონეზე თავიანთი უფლებები დაიცვან და თავიანთი წარმომადგენლობა და თავიანთი ასე ვთქვათ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა. გასაგებია, დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბევრი საკითხია და ვერ შევეხეთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. მაგრამ კიდევ იქნება ალბათ ამ თემებზე საუბარი, არა მარტო ამ ეთერში, იმედი მაქვს კიდევ სხვა გადაცემების დაუთმობენ ახალგაზრდობის თემას, დიდ ყურადღებას. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე მადლობთ.